ვისაუბროთ სოციალურ პროექტზე, რომელიც კომპანია გვირილამ Liberty Bank-თან ერთად დაიწყო. ეს არის პროექტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ჭირდება. 19 მაისიდან სოციალური ბარათის მფლობელები გვირილას ყველა ფილიალში სოციალური ბარათით გადახდისას განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობენ. რას გულისხმობს ეს აქცია? ამაზე ისაუბრებს ჩვენი სტუმარი, კომპანია გვირილას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბახმელაშვილი. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და საჭირო თემაზე საუბრისთვის. ნამდვილად საჭირო თემა არის. ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეა რაც გვირილამ სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ფასდაკლების პროგრამა დაიწყო, რა გახდა ამ ინიციატივის მთავარი მიზანი და რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად მსგავსი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმის არსებობა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი კომპანიის საზრუნავი დაარსების დღიდან მოხმარებლების საფასო და ხარისხობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება არის. ამ მიზნით ჩვენ ხშირად ვაკეთებთ, მუდმივად ვაკეთებთ სხვადასხვა აქტივობებს. რამდენიმე დღის წინ, როგორც ახსენეთ, Liberty-თან ერთად დავიწყეთ ეს პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს სოციალური ბარათის მფლობელებს. 10%-იანი ფასდაკლება შეეხება კომპანიის სრულ ასორტიმენტს, თამბაქოს ნაწარმის გარდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფასდაკლება შეეხება უკვე სააქციო პროდუქტებს, ანუ უკვე იმ პროდუქტებს, რომელიც ფასდაკლებაში არის. ფასდაკლებული ფასდაკლები. კიდევ 10%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება სოციალური ბარათის გატარების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მთავრობის ინიციატივით დაიწყო მუშაობა ფასების შემცირებაზე და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეს პროექტიც კარგად ეხმიანება მთავრობის ინიციატივას. ბატონ გიორგი, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ფასდაკლება ვრცელდება როგორც რეგულარულ, ისე სააქციო პროდუქტებზე, რაც ბაზარზე საკმაოდ გამორჩეული შეთავაზება. რამდენად რთულია მომხმარებლისთვის მსგავსი პირობების შეთავაზება და რა მნიშვნელობა აქვს აი ასეთ კონკურენტულ გარემოში ასეთი პირობების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის? გვირილა საცალო ბაზარზე პოზიციონირებს ისედაც დაბალი ფასებით და ძალიან კარგი და ღრმა აქციებით. პირველად მოხმარების პროდუქტებს ყიდით ძალიან დაბალი ფასნამატით. შესაბამისად, ამ პროდუქტების კიდევ 10%-იანი ფასდაკლებით გაყიდვის შემთხვევაში, რასაც გულისხმობს ეს პროექტი, სოციალური ბარათების პროექტი, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი ამ პროდუქტს შეიძენს ჩვენს თვითმხილველობაზე ნაკლებ ფასად. მიზანიც სწორედ ეს არის ამ პროექტის, რომ იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება, პირველადი მოხმარების პროდუქტები, როგორც სურსათი, ასევე არასურსათი, მაქსიმალურად შეღავათიან ფასად შევთავაზოთ. ბატონ გიორგი, ბოლო პერიოდში საინტერესოა, რამდენად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნები, რამდენად გაზრდილია ფასზე, ასე ვთქვათ, გრძნობელობა და რატომ არის გვირილასთვის პენსიონერების და სოციალურად დაუცველი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამა, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული მიმართულება. დიახ, მომხმარებელი ხშირად სხვადასხვა ბრენდის მარკეტებს სტუმრობს იმისათვის, რომ მათთვის სასურველი პროდუქტი შეიძინოს მაქსიმალურად დაბალ ფასად და აქციის პერიოდში. ეს ქცევა გახდა ამ ქცევის შესწავლის შედეგად შევთავაზეთ მომხმარებლებს ეს პროექტი, იმისათვის, რომ უფრო გაუმარტივოთ მომხმარებლის არჩევანი და სრულ ასორტიმენტზე შევთავაზოთ ეს ფასდაკლება. რაც რა თქმა უნდა მოკლევადიან პერიოდში კომპანიის მიზნობრივ მარჟებს შეამცირებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ გაზრდის მომხმარებლების კმაყოფილებას, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბატონ გიორგი, თქვენ საუბრეთ მთავრობის ინიციატივაზე ფასის კლების ნაწილში და მე მინდა გითხოთ, რა როლს ასრულებს ლოიალობის პროგრამები გვირილას განვითარების სტრატეგიაში და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი მომავალში? თქვენ ახლა კონკრეტული სეგმენტი გყავთ შერჩეული, ვინც მუდმივი ფასდაკლებით ისარგებლებს, ხომ არ გაფართოვდება ეს და როგორი არის თქვენი გეგმები ამ მიმართულებით? გარდა ამ პროექტისა, ამ ახალდაწყებული პროექტისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დაგროვების მეგობარი ბარათი, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი იყენებს აქტიურად. ამ ბარათზე მათ უგროვდებათ დახარჯული თანხის 2%, რომელსაც შემდეგ ჩვენივე მაღაზიებში იყენებენ და ანახდებენ სხვადასხვა პროდუქტებში ცვლიან. გარდა ამისა, მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, წამახალისებელი აქციები, რომელსაც ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობით ვამცნობთ ჩვენ მომხმარებლებს და ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამაში. მომავალში შესაძლებელია მოხდეს ამ აქციების გაფართოვება კიდევ, რაზეც დამატებით ვაცნობებთ ჩვენ მომხმარებელს ჩვენი ძირითადი არხების მეშვეობით. დიდი მადლობა, კომპანია გვირილას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბახმელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.